დილემ შვიდობის ჩემო კარგებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ კარგად. გილოცავთ ხარებას და ესწარით მრავალს, მუდამ განხარებულები და სიხარულით სავსე დღეები გქონოდეთ ყველას. მოკლედ, მუხრანი გუშინ რომ მომივიდა ერთმანეთი ღამე გვიან. ეს იყო 2 კვირის წინანდელი, ან ცოტა მეტი კიდე, სადღაც 1-2 დღით. მეტით არა და 1 კვირა არ არის რაც გამოიწერა ამანათი. გითხარით რომ ბალეტკა და ფასანოჩკები გამოიწერეთ ხო? სპორტულები რომ მივაბრუნე. თანხას ხო გიბრუნებენ უკან. და ეს 2 ავიღე. რა თქმა უნდა, კიდე მქონდა თანხა მორჩენილი, მაგრამ მეტი მუხრანი მარ მომცა, ის საკმარისიაო, გეყოფაო. და დანარჩენი თვითონ მანქანისთვის რაღაცეები უნდოდა რა. საჭესზე რაღაც გადასადები თუ გადასაკრავი საჭის რაღაცეები რა მოგვეთ. ხო და მინდა ეს გაჩვენოთ. მე კი ნახე და ჩავიზომე და ძალიან კარგი მაქვს. მიყვარს ესეთი ძირით ძალიან დაბალი არის და ესეთი ძირით მიყვარს არის ჩემი ზომა ხოს ჩანს. 38. ჩავიზომე და ძალიან ლამაზია. ხო დედი? გავაკეთე. მოაგროვე დედა. ოჩა, კიდე ყველა აწყვე. კუბიკები დამიყარა. უნდა მოვწმინდო იატაკი თქო და პირდაპირ კუბიკები დამიყარა, მაგრამ აქეთ ხერხილიც მაგ გასარიცხი და იყოს მე მოვწმენ ხერხილს გავდეცხ. პირველ რიგში, იმიტომ რომ წუხელღამე მაინც მოვწმინდე ეგ. ხო და მომწონს მოკლედ. აი ესეთი აქვს. ხრიწე. იმედია რომ იქნება გამძლე, მაგრამ არ ვიცი მოკლედ. ჩანს რომ ასე არის გაკერილი და მხოლოდ ერთი ნაკერით ესენი თუ გაძლებს. აი არ ვიცი. ღმერთმა ქნას რომ გაძლოს და უცებ არ მოძვრეს. ესეთი რომ მქონდა ხო იცით. სადღაც 2 თუ 3 წელი მეცვა. ყველგან. ესეც ბალეტკები, ანუ იქ თითქოს და უფრო უკეთესი ჩანს და რა ვიცი ხალხო. აი, ნახეთ, გუკასავით არის. გარეთ მაგალითად არ ვიცი რამდენ ხანს და როგორ გაძლებს, იმიტომ რომ წებოების ჩანს, აი არ ვიცი ჩანს თუ არა ეხა, მაგრამ ძალიან ჩანს. თანახაც უყურეთ როგორ მოკლედ ზუსტად ჩემი ზომა ეს არის 7.5 მივუთითე, იმიტომ რომ 38 არ იყო, მე მგონი 39.5-ია თუ 37.5-ია მგონი. მოკლედ არ ვიცი რა, 7.5 მივუთითე. ამაში ზუსტად იყო 38-37 ეს ეწერა, მაგრამ აქ არ ეწერა. ეწერა 6.5-დან 7, 7.5 და ასე შემდეგ. და ალბათ ეს ზომა იყო. ადასეც. და ესე რა არის? ძალიან გაიქეცი ჩუსტები ჩაიცვი და. თამთან რო გიყიდა ის ჩაიცვიდე, სულ აცვი არის როც ისე. სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ ეხა ეს ჩემი რო დაინახა, ეს ჩაიცვა და ეს დადო. ო, ჩახდები. არის ის ჩაიცვი, ისა გემრიელი. მოკლედ ეწამი ხედავადას და მოვანხერხები უნდა გამოვიწყო. მოკლედ თან აქ соус ვაცხელებ. თან აქეთ მე ხავდები გემრიელი დავყარე. ძალიან ბევრი დავყარე და რატომ ვერ გამიგია, რაზე დავყარე ამდენი. соуზის ვაცხელი, გეგამ соуზი მინდაო. ფაფა აჭამეს, აქ პური დავდე,
რო არ გახმეს მაგიტომ არის სელოფანში რომ მაქვს. რა თებში გაუშვი მან თებშებს ხელი. იქ თებშებთან შენ რა გინდა? ეხლა ისინი უნდა მიმტვრიო? ესენი ხო არ მაქვს. 40-მდე მქონდა აი ესეთი თებშები, დიდი და პატარა. 40-მდე. ეხლა შემოჩენილი მაქვს სადღაც აი როგორ გითხრათ 20 არ მექნება, მართლა არ მექნება 20 ცალი. ხო. ყავისთვის ვადუღებ წყალს. რაიმე მარიწყდებოდა, თუმცა ყავასთან მადლობას მოვიხდი. არ ვიცი აი გოგოზე რომ ვისაუბრებდი, მაგრამ როგორც და რანაირადაც არ უნდა შემრაც ხო უნდა რაც უნდა ის თქვან სულ არ მაინტერესებს. ეს არ არის ისეთი ადამიანი რომ აი როგორ გითხრათ სხვა არ არის ძალიან ახლო არის ჩემთვის და მე ბევრი ან ყავს ესეთი ადამიანები ასე რომ აუცილებლად მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ამ გოგოსთან დაკავშირებითაც რომ ჩავწერო ვიდეო და მადლობა გადამუხადო როგორ არის იცი ცხოვრებაში როცა საერთოდ არაფერს არ ელოდებდი და მე ჩვევად მაქვს სულ ჩემს თავს იმაში ვარწმუნებ კიდე დიკო მაგრამ ჯერ ცხელი არ არის ძალიან რომ არავისგან არაფერს არ უნდა ველოდო არც ველოდები და ყოველთვის იმზადებს ღმერთის საჩუქარს ღმერთიც სამყაროც ეს შეიძლება არ მოგეწონოთ ხალხო მაგრამ გადავაკეთო რაც სწორად მიმაჩნია და მართალია იმას ვამბობ ადას არ მოსშორდა ხელზე ის ფლომასტერები ასე რომ რაც არის ეგ არის არ მოსშორდა და რა გავაკეთო გეგა მოდი დედიკო შენც არის გეგამაც ამბობდეს უფრო მეტი კარტოფილები მოითხოვა და წვეს ტოვებს გეგა მოდი ცოტა ხანი გამოვთავი ტელევიზორს ეხა თუ შოკით ხადე დასი თუ შოკით ხადი დიკო შუნი დედიკო შუნი ადუხდა ჩემი ყავის მიდე დადი ჩემი ყავის წყალი ადუღდა ყავა არ მაქვს ყავა არ მაქვს არ მაქვს ყავა აი გავიქცევი და მოვიტან მე ჩემთვის ეხა ის უკეთესი დედი შენ It's only diamond. მე დროსი კი შეიძლება ხო? Diamond. კაი, ის არ გაცივდება მანამ. ჭიქა უნდა აიღო, თავი კი არ უნდა მიიტანოთ ჭიქამდე. ჭიქა უნდა აიღო და პირამდე მიიტანოთ. მოკლედ, კარგი ვიტყვი, ახლა მე სანამ ყავას მოვიტან და რაღაცა, მანამ ვიტყვი. ვინც ჩემთან ლაივში ხართ ხშირად იმათმა უფრო იცით. არ არის ძალიან ცხელი, პატარა ნაჭრები აიღე. ეს ჭიქა არ დამიმტვრიო, დედიკო, აი ასე გადმოვწიოთ. შენც და პურიც აიღე. მანდ
ყოველ ლაივში თითქმის იყო ჩვენთან თამთა. ხო და თბილისელი რო არ შეგეშალოთ სხვაში, ამიტომ ამბობ, თამთამ ჩამირიცხა 50 ლარი. ჯერ გამიკვირდა საიდან მოვიდა, ვინ ჩამირიცხა, თანხა და მე თამთამ თან მომილოცა და თან მითხრა რომ თამთამ ჩამირიცხა 50 ლარი. თუმცა ანუ რა არის იცი? ჩვენად არ მაქვს რომ შევიდე ტელეფონს უყურებ. ხო. სკოლაში ადე, თორე ხომ ნახავდი რომ შესულიყავი იმაში TBC-ში. სულ მეშლება სულ ისე მგონია რომ კიდევ მაქვს მეორე ტელეფონი და ვეძებ მე დავდივარ რომ აი იქ მაქვს მეორე ტელეფონში ის ძლივს გადმომიტანა აქეთ მუხამ ანუ მე ვერ გავაკეთე ვერაფერი ვერ მოუხერხე პაროლი არ გამახსენდა და მე მუხამ გამიკეთა ისევ ამ ტელეფონში მაქვს ეს TBC-ის აპლიკაცია თუ რაც არის რა მოკლედ. ხო და ძალიან დიდი მადლობა თამთას. უღმესი მადლობა. რა თქმა უნდა, საჩუქარი ნებისმიერ ადამიანს უხარია ხო? ყველას უხარია, მნიშვნელობა არ აქვს, რა ვიცი. მე ესე ვფიქრობ. თუ არ გიხარიათ, დამიწერეთ თქვენს, ანუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა, რომ საჩუქარი არ გაგხარებიათ. რო ალილდებით და ეგრე რომ რაღაც საჩუქარი გიკეთდება და ძალიან გამიხარდა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ თამთასი. ჯიუტზე უჯიუტესია. რა თქმა უნდა, ჩემთან შეთანხმება ან რამე არ ქონია. თამთამ მე მგონი დამახსოვრებული აქვს, ჩამახსოვრებული აქვს ჩემი პირადობა თუ რა ვიცი რა, არ ვიცი. არ ველოდი, არც მეგონა რომ ჩემი TBC-ის იცოდა. ანუ ვერ გავიგე, მაგრამ დამერიცხა 50 ლარი. და თამთასგან. ასე რომ მე ვინც მყვანან მართლა გეუბნებით აი ვინც სულ თავიდან მომყვებიან არ მქონია შემთხვევა რომ აი მეკითხებიან რომ აი დაგირიცხავ ამას და ამას ასეთი რაღაც არ მქონია ადამიანებისგან. რა თქმა უნდა უხერხულში ვარ აი ძალიან სულ რო წუხდებიან. ვერც წარმოიდგენთ. ამიტომაც ვამბობ ამას რომ მართლა უხერხულში ვარ ხოლმე და მე საერთოდ რაც არ უნდა იყოს და ვისგანაც არ უნდა იყოს არასოდეს არ დამიმალია და ყოველთვის გამომაქვს და გეუბნებით ამას და მე გიზიარებ თქვენ ჩემს სიხარულს. არ ვიცი ვინ როგორ გაიზიარებს, მაგრამ იმიტომ რომ ყოველ ჩემს მსგავს ვიდეოებს ყოველთვის მოყვება ხოლმე ყალებში რამოდენიმესგან აი როგორ გითხრათ, რა ვიცი, თუმცა არ მაინტერესებს არავის აზრი, იმიტომ რომ ადამიანები ვისაც და მეც კი თუ ვინმე საჩუქარს უკეთებ, არავის არ გართმევთ, ან არავის არ გართმევენ თუ ვინმე მე რაღაც სიურპრიზს მიკეთებს ხოლმე. ასე რომ ადამიანებს ერთ რაღაცას ვეტყვი მხოლოდ. თუ მეტად გაგვიხარდება სხვისი კარგი და სხვის სიხარულს გავიზიარებთ, ჩვენს გვეწევა აუცილებლად. აი, უბრალოდ სცადეთ და თუ არ გაამართლა, მე რამდენიც გინდა იმდენი ბოღმა წერეთ და ანთხიეთ ჩემთან. მაგრამ მართლა ასე არის ხალხო, რასაც გასცემთ, უკან გიბრუნდებათ. მე და ერთი გოგო გუშინ მე რო ქალაქში ვიყავი. მე არ მქონდა თანხა. და ეს გოგო მეუბნება, რომ მე გადავიხდიო და არა მეთქი ნახე ზუსტად ის თანხა მაქვს. მე გადავიხდი და კიდე რაღაცაში მომიწია თანხის გაცემა. ანუ როგორ გითხრათ, როცა თუ რამე მაქვს, ყველაფერს ვცემ ხოლმე. ეგ მაქვს მე ჩვევად, ხასიათშიც მაქვს და მარშრუტკაში რო ვიჯექით როგორ კაპიკი არ დაიტოვეო მეუბნება ეს ჩემი მეგობარი გოგო და არა უშავს მეთქი, იმიტომ რომ ნახე არასოდეს ისე არ ყოფილა, რომ ცხოვრებისგან გინდა სიყვარული გავეცი, ხიმილი გავეცი, რაც არ უნდა ყოფილიყოს, მეთქი ყველაფერი მიბრუნდება უკან და ამის დაიჯერე მეთქი, რომ ეს ასეა. იმიტომ რომ იკეთობას მეუბნება, რომ აი არ მინდა გახურდავება, ხო გაქო ხურდაო და კი მეთქი ზუსტად ბუხას ამოაცალე ხურდა ფულები, რომ გზისთვის მქონოდა და ამ გოგოს მიუყვებოდი
ნისიაზე ვისგანაც უნდა ამეღო ის ყველაფერი მე რაც ავიღე. ეხლა არ ვიცი ამანასაც ვინ როგორ გაიგებს ხალხს რომ ნახეთ, როდესაც ადამიანის მიმართ, აი მე არავისთვის არაფერი არ დამიშავებია და ისე გულში გაქვთ ბოღმა ჩემს მიმართ ჩარჩენილები ძალიან გქოთ რომ თქვენს გულებში ჩაიხედოთ. ხალხმა ეს ყველას არ გეხებათ, იცით, ჩემ გამომწერებს არ გეხებათ მით უმეტეს. ხო და აი მიკვირს ხოლმე მსგავსი რაღაცეები. მე არასოდეს არ მქონია მსგავსი შემთხვევა. თუნდაც აგერ ისიც გითხარით, რომ ჩემ სოფელშიც მე ესე მქონდა გაცემა ჩვევად და რა გავაკეთო, ესეთი ვარ. ჩემ სოფელშიც ხო არის რომ მარშრუტკები დადიან სოფლებში წარენჯიხაში რომ მუშაობდი, ჩავჯექი ჩემი სოფლის მარშრუტკაში. გვერდზე მარშრუტკა მიდიოდა, მე მგონი ის ჯგალში, არ ვიცი, ცოტა იქეთ იყო. მოკლედ უფრო ვფიქრობ რომ ჯგალში და ერთი კაცი ითხოვდა გზის ფულს. ყველა იცნობდა იმ ადამიანს, მე არ ვიცნობდი და უბრალოდ მარშრუტკიდანაც რომ ჩამოვიდეს თუ არა გაქვს გზის ფული არ ვალვალდებული რომ ყოველთვის მე წაგიყვანო. ჩამოვირბინე უცებ და მივეცი ამ კაცის ფული. აი, იატაძე დაუვარდა ალბათ არ აუშავს. ხო და ის რა ქვია, მივეცი ამის გადავიხადე და ვუთხარი იმ ბატონის ფული იქნება თქო. და ამ კაცს მიუბრუნდი და ბიძა ჩემო, თქვენი ფული გადახდილია და აბრძანდით მეთქი რომ ვუთხარი. ყველას თურმე ჩემი ბიძა ეგონა ეს კაცი. და მე არ ვიცნობდი სინამდვილეში და რო ეკითხებოდნენ მე მარშრუტკაში ყოველთვის მიყვარს ფანჯარასთან იჭდამა და ვუთხარი არა მე არ ვიცნობ მაგ ადამიანს არც თვითონ. უბრალოდ როცა სახლში სჭირდება იმ ადამიანს წასვლა და არ ქონდა, მაგიტომაც გავაკეთე ეს მეთქი. თან მერე არც იმას დაგიჯერებენ რომ მართლა არ იცნობ და მაინც შენს ეჭორაობენ, მაინც უნდათ ის ცუდი ილაპარაკონ და ილაპარაკონ და სულ ამას ამბობ რა დედი. აი, პური და წვენი ჭამე მაშინ, კარგი დედიკო? ხო ჩახდე შედარა პულიც აიღე ხა? გეგა, პურიც დედიკო. ხო და ყოველთვის როცა მესმის რაღაცები ან ჩემთან მოაქვს, ნებისმიერს გინდა პირად შინაცნობს, გინდა არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ჩემი გედაკინაღამ დაასხა. რათ მინდა მე დედიკო? მე არ მინდა. ხო და მეც არ მინდა აქ იყოს. ყოველთვის იმას ვამბობ, დაე, სულ ელაპარაკოთ ჩემზე, მეტი რა გავაკეთო. როდესაც ისეთ რაღაცას გაიგებ, რაც არ არსებულია. მქონდა ესეთი აი შეტევებივით და რაღაცნაირად მემართებოდა რომ ტიროდი და ძალიან გამიცდი. იმდენად გამომიმუშავდა ის რომ სუფეხებზე მკიდია ეხლა ბოდიში და ამ სიტყვისთვის, მაგრამ მასწავლა ეს ამან. კარგი. აი ამან მასწავლა ეს ყველაფერი და მოკლედ ამ ადამიანებმაც YouTube-ში ვინც გავიცანი და ვინც სულ გვერდში მყვანა. ვინც თითო კომენტარს მაინც მიტოვებს, აი იმ ადამიანებისგან ვისწავლე ბევრი რამ. ხო და კარგით გავიგეთ რომ კბილები არ გაქვს. ორი კბილი ერთად ამოუღე გუში. ხო და მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მართლა ასეა, რასაც გასცემთ. უკან გიბრუნდება ეს იმას არ ნიშნავს რომ არიქა და მეთქო, არ გეუბნები და არც მინდა, არც არავისგან არ ავიღებ. თამთასაც რომ ეთქვა ჩემთვის ეხლა ეს, მართლა არ ავიღებდი სამივე შვილებს ფიცა ვარ, როგორც თვითონ მითხრა ახლა ხანს რაღაც მინდოდა მისთვის გამეკეთებინა და უარი, ისე გავისტუმრებდი მე, მაგრამ თამთასეს არ უთქვია ჩემთვის. ასე რომ ხალხო, ნუ ფიქრობთ ისე და ნუ შერაცხავთ მაცხოვრებად ყველას როცა არ იცით, იმიტომ რომ რამდენი ყოფილა თუნდაც შემქმნელია უარი მithქვია და არც ვიღებ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება მჭირდებოდეს, მაგრამ მაინც უარს ვამბობ და რატომ? არ არის კატეგორია, რომ აი შესთავაზონ და თუნდაც ცხოვრებაშიც არიან ესეთი ადამიანები, აი პირადშიც რო ვიცნობ. ანუ არ ერიდებათ. იმდენად მიჩვეულები რო არიან საჩუქრებს. აი უი ძალიან დიდი მადლობა და უცებ რო იციან ეს გამოთვლა. ეგ მე არ მეხერხება, არ ზის ჩემში, არ გამომდის, არც არასოდეს არ გამომივა. ასე რომ მოკლედ ამის თქვა მინდა და არ ვიცი ხა ვინ რას როგორ გაიგებთ ამ ჩემი ნათქვამიდან, მაგრამ რა ვიცი, ვფიქრობ ყველაფერი სწორად ჩამოყალიბე. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია რომ ამდენ რამეს ვიტყოდე ხა და
მსგავს რაღაცა ვიდეოს ჩავწერდი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა თამთას. მოკლედ, ამას მოვაყოლე ეგ ამბავი. მაშინაც ვიღაცამ შემახსენა მე YouTube-ის კოდი რო არ მომდიოდა და რაღაცა მე აღარ მახსოვდა გადავიწყებული მქონდა იმ დღესაც ბოლო კაპიკები გავიღე, ბოლო ცარიელი ჯიბით მოვედი სახლში. ადამიანს დასჭირდა და იმას მივეცი ბოლო კაპიკები. მარტო მარშრუტკის ფული გადავიხადე, всё, ეგ იყო. მეტი არაფერი, იმიტომ რომ საერთოდ არასოდეს არ მქონია შემთხვევა, რომ მარშრუტკის ფული არ მქონოდა, ანუ სულ მერიდება ბავშვობაში მახსოვს, რომ ჩვენთან სულ ყვირილი იყო, თუ არ გაქვს ფული, რაზე ამოხვედი და ასე შემდეგ. გავს რაღაცების სულ მერიდება და მახსოვს ერთხელ არ დამრჩა ფული იმდენი სიკეთე და იმდენი გახარება, აგერ დღეს ხარება დღე არის და ამას თუ ვიტყვებოდე, მუხას დაურეკე გეხვეწები დროზე ადრე გამოდი, მეთქი ფული არ მქონდა ჯიბეში, მარშრუტკით მოვდიოდი. ხო და დამხვდი მეთქი და ის ფული დამახვედრე თქო მარშრუტკის მძღოლს რომ მივცე და მუხას იცნობდა თურმე ეს კაცი. ვაიმე რო გაგიჟდა, რო ეთქვაო ერთიო რომ შენი ცოლი იყო და რამე ერთი სიტყვა ეთქო როგორო კაცო, რა თმინდოდა ხა თან მაშინ 50 თეთრი ღირდა. იმდენი ამოდის და ჩადისო იმათ არ ვეუბნები რამესო, მაგრამ არა, იმდენად მევიდებოდა იქ დამხდა მუხა და იქ უცებ მომაწოდა თანხა. აი ესე ჩემოძვირფასება, მაგრამ დღეს პატიოსანი ადამიანების, კიდე გულწრფელი ადამიანების, როგორც იაკობ მომწერა, ისე არ ესმით. ეგ პირიქით უფრო ცუდად ჩანს. მაგრამ რაც არის, თავარია მართალი ვიყო ერთთან. ყველაზე დიდთან. აი ესე. წავედი ახლა მე, გავიქცი მოკლედ ამ ვიდეოშიც ვერ დავლევ ყავას, როგორც ვატყობ მე. ხო და მე დავლევ ამიდუღებ ყავას და ჩემი იმით რა ქვია, აგერ მიდევს. დღეს ფაფა ვჭამე, იმდენი ვჭამე ძვირფასებო, ადამ დატოვა. ის მე შევჭამე, ბრინჯის ფაფა. ტკბილი იყო. ხო და ძალიან ბევრი მომივიდა. მაგრამ მე 6-ის მერე არ ავჭამ. ცოტა ხანი მაინც არ მომშვიდება, სადღაც ესე მივირთმევ 5-ისკენ და всё. მე აღარ შევჭამ, იმიტომ რომ აერობიკაზეც მიწევს დღეს წასვლა. თუ მოვახერხე ვიდეოს ჩაწერა, ჩავწერ თუ არა და რა ვიცი, ნახოთ აბა და რას ვიზამ. მაინც წავიღებ ამ სამფეხას. კი მერიდება ეხა უცებ ესე სავარჯიშოებით გამოჩენა, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ აბა. თუ მოვახერხე თუ არა და მე ჯერ დრო გვაქვს კიდე წინ, კიდე ვივარჯიშებ მე ივნისის ბოლომდე გვაქვს ეგ ჩვენ ტური თუ კურსი. და მე გაჩვენებთ რა თქმა უნდა აუცილებლად. წუხელაც ვივარჯიშე, მაგრამ გამომივიდა 15 წუთი. მეტი ვერ, იმიტომ რომ ეს მინდა, ის მინდა და ჩქარ რაღაცების კეთება მომიწია მერე და ამიტომაც მეტი ვერ ვივარჯიშე. თუმცა კარგია რომ ყოველდღიურად 1.5 საათი მაინც რომ დავიტვირთო, რახან დავდივარ და რაღაცა, კი კარგი იქნებოდა რომ დავტვირთულიყავი ყოველდღიურად 1.5 საათით მაინც. მოკლედ ასე ჩემოკარგებო, ამის თქმა იყო რომ მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა თამთას და ღმერთმა სიკეთით 100 მაგათ მილიონჯერ უკან დაუბრუნოს. რადგან როგორ გითხრათ, ძალიან კეთილი, ალალი, რაღაცნაირი, როგორ გითხრათ, სასწაული ადამიანია. კარგი ურთიერთობა გვაქვს. პირადშიც ხშირად ვიწერებით ხოლმე ერთმანეთთან, როცა რა თქმა უნდა მართლა გვაქვს დრო. კი არის გამონათქვამი რომ ადამიანს აქვს ის 1 წუთი და 2 წუთი, მაგრამ ნახეთ, ის 1 წუთი და 2 წუთი აქვს ადამიანს, კი რა თქმა უნდა რომ მოგიკითხოს, მაგრამ ზოგჯერ ისე მე მაგალითად ზოგჯერ ისეთი უხასიათობა შემომიტევს ხოლმე რომ აი მარტო სიჩუმეში რო გინდა ადამიანს ყოფნა, აი ეგეთი რაღაც ხდება ჩემთან. ძვირფასება. ყველა მახსოვს, ნიშნულობა არ აქვს, ვინც არ უნდა იყოს. ყველა მახსოვს, ყველას ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თითოეულის, ვინც პირადშიც მომილოცა დღეს და საერთოდ ახლა ვინც დატოვებს კომენტარებსაც, იმასაც ყველას განსაკუთრებული მადლობა. ყველა ჩემს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა. მე გავიზარდე, მართლა გავიზარდე თქვენთან ერთად. აი ეს სამივე ბავშვებს გეფიცებით. არ ვიყავი მე ეს ეხლა რაც ვარ. ნახე რა მხრივ გეუბნებით.
ძალიან გრძნობიარე ადამიანი ვიყავი. აი ძალიან გულში ვინახავდი მე ამ ყველაფერს და აი როგორ არის იცი როცა რაღაცას აკეთებ და მაინც იმ ყველაფერზე ფიქრობ. აი არ გინდა იფიქრო და მაინც გეფიქრებ აი ძალიან ყველაფერს რო განიცდის აი ესეთი ადამიანი ვიყავი. ეხლა არა. და ამას ვგულისხმობ მე გაზრდაში და ძალიან მომწონს სიმართლე გითხრათ. მომბეზრდა რომ ყოველთვის ტირილი მე მიწევდა. ხო და რა ვიცი. ცდილობ და უფრო მეტადაც გავიზრდები. ფიქრობ ამაზე. წავედი აბა, ბედნიერად. თამთა, ჩემო კარგო. ჩემო ძვირფასო, უღრმესი მადლობა. შემეცვა სიკეთეში 1000 მაგად მილიონჯერ დაგიბრუნოს უკან კიდევ ერთხელ და კიდევ რას ვიტყოდი, გვარსაც ვიტყოდი, მაგრამ თავიდანაც რო იყო რაღაც შემთხვევა არ უნდა თქვა და ამიტომაც არის რომ არ ვამბობ. ასე რომ ამაზე წარ გამიბრაზდეს იმის მეშინია. ხო და მოკლედ ესე ჩემო კარგებო, წავედი აბა ბედნიერად და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას.